გამომწერთან ერთად. ბრავო! ჩვენ გვყავს წარმოდგენილი 30 გამომწერი, შესაბამისად 30 უგემრიელესი ჰანგრიმენის შაურმა. ბრავო რა. სად დამზადდა ჩვენი შაურმები? ჩვენი შაურმები დამზადდა ვარკეთილის უახლეს ფილიალში, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში. ბრავო. ჯავახეთის 130 ნომერში. შეგიძლიათ მიბრძანდეთ, დააგემოვნოთ და ვნახოთ, თუ მოეწონებათ ჩვენს გამომწერებს, მაშინ მოიწონეთ თქვენს. ეს კი ჩვენი შაურმის დამზადების კადრია. რაც თავარია დღეს ვიბრძოლებთ 5000 ლარისში. ერთი სული აქვს ჩვენს გამომწერებს დააგემოვნონ ეს უგემრიელესი ხორცის შიგთავსი და ჩაიტკვარუნონ პირხახები. წესებსაც შეეხება, გვაქვს 30 შაურმა და აქედან 7-ში არის მოთავსებული პატარა ჰანგრიმენის ლოგო, რომელიც უნდა აღმოაჩინოთ თქვენ. ანუ გამართლებაზეა. 7-ში კი არის, მაგრამ ვინც მოასწრებს და პირველი 5 აღმოაჩენს, ის ორი დარჩება ისე. მონაწილეები ლოტოს კოჭის ამოღებით დაინოვდნენ შემთხვევითობის პრინციპით და განთავსდნენ შესაბამის ციფრზე. გადავიდეთ დეტალურ წესებზე, რომელსაც ნიკანორ ვასაძე ახსნას. მადლობა თორნიკეს ეთქვით. რომელსაც არ იცის. კი ბატონო. წესები ძალიან მარტივია, მეგობრებო. არ მართლა არ ვიცი როგორ წესები. ზევიდან უნდა დავიწყოთ ჭამა მოკვეჩა და გვერდიდან არ შეიძლება მოკვეჩა. ასევე ის ბარათი უნდა აღმოაჩინოთ, ანუ ხელი შიგნით სიღრმეში არ უნდა ჩაიყოს. პირით უნდა ამოიღოთ ის ბარათი და მერე გადაგვაქვს ხელში და მოიტანთ ჩვენთან. თუ მოხდება ეს ჩიტინგის, აი არა სამართლიანი თამაში, ხო? ყველანაირად შეგვიძლიათ გამოვთიშოთ ნებისმიერ წამს მოთამაშე. რა უნდა კბილებით ვეცადოთ რომ ამოვიღოთ ის. წესების ახსნის შემდეგ კი დაურიგდათ თავიანთი ნომრის შესაბამისი შაურმები. იზღა დაგვრჩენია რომ დავთვალოთ. 1 2 წავიდა შაურმები შემა. ბრავო. გარდა ამისა, ერთ-ერთ შაურმაში ჩვენ დავმალეთ Kia Sportage-ის გათამაშების ბილეთიც. მეგობრებო, ალბათ ხვდებით, რომ ფსკერზე არის განთავსებული ეს ყოველივე. რა თქმა უნდა. ჩემი აღმოჩენას ვთქვით უკვე. მე ნეტარი გემოს აღმოჩენას. აღმოაჩინე თუ არა? აღმოჩენ. სანია ჩავიდეს. გასვლები შეგიძლიათ. აი ეს უნდა იყოს რა. არ არის ხო? იპოვა! ვიცოდეთ რომ ყველაფერი წინ არის რა, აი ფაქტობრივად ბოლო კვეჩაში იდო. მეორე აღმოჩენილია რა არის? არ მოაჭამო თავი, არა, აი ეხლა ანგრემენია, და. მეორე ამასობაში. დავამთავრე ხაშელი. ძალიან გემრიელია. გილოცავ. იპოვე, მოდი. აი წამოიღო რა. ანგრიმენი. ჯერჯერობით მამაკაცების არჩა. ორი ადამიანი რომელიც გადავა შემდეგ ეტაპზე და ერთი გადავა Kia-ს თვის ბრძოლის ფინალში. შევჭამე სულ, მაგრამ მაინც ყვაყოფილი ვარ. შაურმა იყო იდეალურზე. მადლობა ძალიან დიდი. მიუხედავად იმისა, რომ ვერ აღმოაჩინა, მაინც ესეთი დადებითი განწყობით. რა არის? ანგრიმენი გადავიდა. ესე იგი დაგჭა ერთი ბანემის ამიტაც და ერთი სწრაფად Kia-ს. მიირთვით. იქ იყრება ხორცები, ხედავ ნიკა? რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სამწუხაროდ. ბრავო! მანქანის ბრძოლა. ძალიან გემრიელია. მადლობა დიდი. მადლობა ეს შენ. არის ჩვენი Kia Sportage-ის ერთ-ერთი მონაწილე კანდიდატი გამარჯვების. ამ მომენტისთვის დარჩენილია მხოლოდ 3 მონეტა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეძლებს შემდეგ ეტაპზე გადასვლას. აჰა! იპოვა და რაც იმას ნიშნავს, რომ გამოვავლინეთ 5 მეორე ეტაპზე გადასული მონაწილე, ასევე ერთი გამარჯვებული, რომელიც გადავიდა Kia Sportage-ისთვის ბრძოლაში, რომლის სახელიც არის
მარიამი ის ადამიანები, რომლებმაც სამწუხაროდ ვერ გადავახეს პირველი ეტაპი და აი ეს დატახტერის მიმართის მაგივრად ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი საკუთარი ჩიპსები გადავცეთ და დავამშვიდოთ შაურმასთან ერთად მიღებული ექნება ჩვენი პროდუქტები. აქ არის განთავსებული ვისაც რა კომპოტები შეგვიძლია სხვათა შორის რომელიც აუცილებლად. დააგვემატა სხვათა შორის ახალი გემო ვინც არ იცის. ეს არის ციცაკის სანგრიმენის ჩიპსი, იცოდით ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ შეიძინოთ პარის იოლის და ნებისმიერი ბებოს მაღაზიაში. კოჭებს სხვათა შორის გუდულში კოჭებთან არდევს და დიდი მადლობა ამისთვის გუდულს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს რომ მოხვედით, დაგვაფასეთ და სამწუხაროდ ნაკლებად გაგიმართლათ, მაგრამ რაც ვიზამ დავბრუნდით რეკლამის შემდეგ, რომელიც იყო ჩვენი betlive.com-ი, დიდი მადლობა ამისათვის. გადავედით ფინალურ ეტაპზე, სადაც გვაქვს მოცემული ირაბებიას კომპოტები 88 წლის. ბებია კვლავ ამზადებს უმაღლესი დონის 75-ის. უკაცო 75-ის ბებია კვლავ აქტიურად ამზადებს კომპოტებს. შემოგევლე რა. ეს ფული რა არის, ეს კომპოტი რა არის, ეს სასწორი რა არის. ახლავე ფული არის ხელის ჭურჭელი, ესე გეტყვით. კი ბატონო, ვასასთვის ფულის ჭუჭყე ხო რა შეეხება ჩემთვის ეს არის ბედნიერი, ეს არის ჩემთვის ბედნიერება და ყველაფრის მომცველი. მონაწილეებს დაურიგდებათ კომპოტები, რომელიც იწონის დაახლოებით 9 კილოგრამს. ეს არის 520 გრამს, რადგან 20 გრამია დაახლოებით ბოთლი. ახლა კი ჩვენი კრეატივის დროც მოვიდა. კი ბატონო. ჩვენ მოვიფიქრეთ ასეთი რამ. მონაწილეებმა უნდა დალიონ ზუსტად იმდენი, რომ ბოთლში დატოვონ 200 გრამი. ვისაც ყველაზე მიახლოებული ციფრი ექნება ამ გრამაჟთან, ის იქნება გამარჯვებული. გამარჯვებული მიიღებს იმდენ ლარს, რამდენი გრამიც შეგროვდება ყველა მონაწილისგან. მაგალითად, თუ ყველა 205-ის ფარგლებში დააგროვა, შესაბამისად შეიკრიბება და 1000 რაღაცა ლარით დაჯილდოვდება. მაგრამ შეიძლება ეს თანხა გადაიქცეს სხვა თანხად. მოკლედ, მეგობრებო, ყველაზე მთავარია გახვიდეთ პირველ ადგილზე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეორე ადგილზე გასვლა. მეორე ადგილსაც სავარაუდოდ ან არასავარაუდოდ რაღაც შეხვდება. შეგიძლიათ იმსჯელოთ, რას ფიქრობთ? აი, რა დონეზე არის? მოკლედ, დაიწყეთ დანარჩენი თქვენი. მეგობრებო, ერთ მინიშნებას მოგცემთ 2/5 უნდა დატოვოთ ბოთლში. მაგრამ 2/5-ზე ცოტა ნაკლები, რადგან ბოთლს თავის წონა. კი, ვიცი. თავარია რომ გემოს არ გაყვნე ბოლომდე, თორე შეიძლება დაიცავოთ კომპოტი. თუ ბოთლს დადებ, თუ დავწონო? არა, ჯერ არაფერი, უბრალოდ ასე უნდა დააფიქსირო. თუ დალუქეთ, უკვე მორჩა. არ დამილუქა. ლუკი, მანახე, არ არის. ხელში ლუკი არ არის. აი დადონ, მეორე მზად არის. კაროჩე. ეს მეხუთეა. მე დავრჩი? ხო და ნახე. შეგიძლია საშუალო გამოიყვანო. და ყველა მონაწილის სინჯარიკო და შარდის ანალიზი მიღებულია. ბრავო. თორნიკე ავამყოფ ჭონია კი ბატონო. ასოხები როდის იქნება? მასწრებ მეილზე აუცილებლად ეს ბანალში. ჯერ გამოვიდეს პირველი ახალგაზრდა, შეიძლება სანამ ავწონოთ. სახელი ნიკა. ნიკა, რას фикრობ, რამდენი გრამი გაქვს? აი, 200 გინდა რომ ქონდეს, მაგრამ რამდენი გაქვს? დაახლოებით 120-დან 150-მდე. აჰა, ამ შუალედში. აბა, პირველი მონაწილის გრამაჟი არის ჩართვა უნდა იმას პირველ რიგში? კი ბატონო. პირველი მონაწილის გრამაჟი გახლავთ 223. ძალიან მისაღები. ორჯერ ავტონით, გადავამოწმოთ. 223 მისაღები არის მართლაც რა. აი კაფეა რა ხო. აი ვისაც ცოტა მეტი ქონდა მოიცა 222. მეორე მონაწილე თუ შეიძლება. მეორე 223. გაგვეცანი? ლაშა? ლაშა. ლაშა, რატომ ეს დონე? არ ვიცი. რა ვიცი, ჩემი აზრით თან სადე რომ თუ შეიძლება რომ გუგად გავსინჯოთ. ან ეს გეგონა 200 და ოდნავ ჩამოიყვანე ბოთლის წონის ამორში. კი ბატონო. კაი. ლოგიკა არის. თუმცა არ ვიცი რამდენი სწორია. 222. აშკარად ისევ რომ მეორე ადგილისთვის შეიძლება იბრძოლოს. შემდეგი გოგონა. მოგზანდით. ერთადერთი გოგონა. შორენა. შორენა. ნახოთ, რა ძალიან საინტერესოა. 198 რო იყოს. 204. ფავორიტი გამოიკვეთა მე მგონი. ბრავო, შორენა ნახე. შორენა ეძახეთ. ეძახედა. აი ხა ჩემსაც თუ გავარკვი რამდენი იქნება, რამე სხვა დამატეთ. ხოთშე შენი სადაც მეორე ადგილს კანდიდატი. 206 იქნება ჩემს. ხო და. არა, უფრო მეტი იქნება. საბას არის ერთ-ერთი ფავორიტი, როგორც 207 მაქსიმუმ. აი მოდი დავდოთ და 8 მიკითხავთ კი ბატონო. შეიძლება.
214. ანუ ფაქტობრივად შორენა იმდენად გაჭრილია რომ ეხლა უკვე ხდება რომ მე გაჭრილი შენ ხარ ავანტყოფო შენ 214 და ბოლო მონაწილე დავით. რომელსაც იმედი აღარ აქვს შესაძლებელი. დავით მოდი პირდაპირ დავუძოთ რა თუ შეიძლება. დათო თუ გამოიცნობ ზუსტად რა გრამაჟია 1 ხუთს ჩიპს დაგიმატებთ რომელი არომატითაც გინდა თითოში არის 40 ჩიპსი თითოღის 4 ლარი 160 ლარის ჩიპსი გამოდის 254-ია ეს. ოჰო ზუსტად იცის ეხა ისე. ისე მაგერა არის. მონი ჩიფსები უნდა და ამ ადამიანს და გათვალა. დადი მოიწმო ჯე აფერ დასულა არა მაიცავო მე მაიცავ 243. კაი ნახევარი ყუთი დავა ნახევარი ბრავო აი სანჯლიერი ხოდი იყო ასე ვთქვათ ეს რა არის ნიკა? რაღაც ზუმერის პროდაქშენია ეს არის საჩუქრები რა საჩუქრია? მათთვის რომლებმაც ვერ აწონე სათანადოდ? სათანადოდ როგორც გაირკვა შორენა არის გამარჯვებული კი ბატონო გამოდიახეთ სუპერფინალში. და საბა არის მოდი შენ თანა გამარჯვებული კლავ აგრძელებ ასპარეზობას მანამდე ბიჭებს საჩუქრები გადავცეთ რომელიც betlavi.com-მა გამოგვიყო ეს არის ERPod-ები სამივეს დიდი მადლობა დიდი მადლობა მეგობრებო შეგიძლიათ ჩიპსებით სააყოლოთ ხელს ჩვენ კი გადავდივართ ფინალურ ეტაპზე როგორი გზნობაა ჯერ რო გითხრათ ფინალში სტარტიდან მან მაი ჩაწყობით არ ყოფილა რეალურად ხო შორენა არის გამარჯვებული რეალურად ამ ეტაპისთვის ხო საბარე მეორე ადგილოს არის ეს სასწორი რა თქმა უნდა შორენას გადაეცემა. მადლობა რადგან შენ საუკეთესო წონი მოდი ეს ავწონოთ რამდენი. კილო ნახევარი ფული გადაეცემა. აი რამდენი გრამი შეიკრა ჯამში რო ვთქვათ ეხლა გეტყვი რამდენად სწორი 1116. ვაუ 1116 გრამი შეიკრა რაც ავტომატურად გადადის ლარებში 1116 ლარი შენია ჯიბეში გიდევს გარანტირებულად ახლა რა შეეს საქმე რატომ დაგიბარეთ აქ თქვენ ორი არის იმის საშუალება რომ შენს ოპონენტსაც შეხვდეს რაღაცა თანხა შენ მოგაწვით ახლა ბარათებს მაგრამ შანსი არის რომ არ შეხვდეს. შანსი ეს რომ არაფერი არ შეხვდეს ეს უკვე შენზე არის დამოკიდებული აქ წერია x3 x4 ან x5 ანუ შენი თანხა ან გასამაგდება, ან გაოთხმაგდება, ან გახუთმაგდება. დანარჩენი გამოაკლდება 5000 ლარს და გადაეცემა შენს ოპონენტს. ანუ შენ 1100 კი არ მოგიგია, მინიმუმ მოიგე 3-ჯერ მეტი. ანალიზებ? ანუ ფაქტობრივად ამის კარგად ყოფნა მეც მაწყობს. არა, პირიქით, ცუდად ყოფნა. ხო, ცუდად. X3-ს უნდა უგუშებო. 2000 ლარი შეგვხდება თუ დავუშვათ x3 ამოვიდა. 1000 ლარი შეგვხდება თუ x4 ამოვიდა, დაახლოებით არის საუბარი. წავიდა კი ბატონო, აბა გულჩემატკივრე. რომას ფიქრობ? Тор заслал всем пользователям набор купонов на 300 лари. Спрошу в последний раз, кто это сделал. Извините, босс. შეხვდა თანხა? თანხა რაღაც შეხვდა კი. კი? ბიჭის. ბიჭის. ბიჭის რა გითხრა? სამი არის ჩემი ფავორიტი. ან რომელი გინდა რომ ამოვიდეს მოდი მაშინ. ჯერ შენი ნამუსის სპორტი. თქონდა ყველა. ხო და ეგრეა. რა თქონდა ყველა. მე მგონი კაი ციფრი არის რა. ისეთივე აი სინდისიც არ შეგაწუხებს. ეს არის 4. X4. 4000 და 1000 ლარი. 464 შეხვდა ადამიანს, ასე ქვია. კი ბატონო. 4464. ნახოთ რომ ნამდვილად იყო აქ X4 და X3. საბას 1000 ლარამდე დაუნგოლებ გინდა. დიდი მადლობა. მაგარი. რაღაცა გვაინტერესებს, აი რამეში გამოიყენებ, გააქვს თუ გადაყრი. მოკლედ, მანქანის ვალი მქონდა ზუსტად 4200 ლარი დარჩენილი და გადავიხივა. ესეთი უსაყვარლესი ამბავი. რა ვიცი, ზაფხული არის უკვე, ზე არის ცეცხლია და კი, შენიერი არა. წინვალე რა, დავასრულოთ მაგას. მადლობა ყველას. გაიხარეთ. მადლობა. ჩვენ ახლა გადავალთ შემდეგ ნაწილზე, სადაც მოგიყვებით ამ ახალი ფილიალის შესახებ, მარკეტინგის ფილიალის შესახებ, ყველა ინფორმაციას როგორ გაიხსნა და ვინ დაგვეხმარა, რომელი კომპანია და ასე შემდეგ უყურეთ აუცილებლად. გაიხარეთ. არ გაფიშოთ. ხოდა ორი სამი არ გაიჭრა. ბრავო. ავიდა შევედი.
ჩვენ დღევანდელი ფილიალი ამ ეტაპისთვის იმყოფება ჯავახეთის 130 ნომერში. დამოუკიდებელი მშვენიერი შენობა, ძალიან მალე დაინახავთ ყველა ვინც აქ გაივლით გამოვიდა. თორნიკე რა არის განსხვავებული ამ ახლა ფილიაში? მოგახსენებთ განსხვავებული. განსხვავებული არის ის, რომ დაგვემატა ნაყინი, დაგვემატას უამრავი საკვები, რომელიც შაურმასთან ერთად იქნება მომზადებული. გემოები არის განახლებული, დამუშავებული, გაუმჯობესებული. არ ვიცი, ვეცადეთ რომ ყველა ადამიანის გემოებზე გვემუშავა და მოგვიყვება. და ძალიან